ეს ფრონტი ეხლა რაც ბელგრადში ხდება, რაც კიშინოვში მოხდა, რაც პოლონეთში მოხდა, რაც უკრაინაში მოხდა, რაც ბუდაპეშტში ხდება, არის ერთიანი ფრონტი რუსული ჰიბრიდული საფრთხების წინააღმდეგ. მედია წიგნიერება, დეзინფორმაცია და პროპაგანდა და ამ ყველაფერთან ბრძოლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია დღესდღეობით, რადგან როგორც ვიცით, უამრავ პრობლემას ვაწყდებით ამის შესახებ და თითქმის უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით დეзინფორმაციულ ნარატივებს და უამრავი პრობლემის წინაშე დგება არაერთი ადამიანი და იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის და ევროპული მომავლისთვის ვიბრძოლოთ, ვფიქრობ, რომ საჭიროა ყველამ კარგად გავიაზროთ, რას გულისხმობს დეзინფორმაცია, პროპაგანდა, მედია წიგნიერება, როგორ ამოვიცნოთ რეალური ინფორმაცია და როგორ გამოსხავთ მითისგან და ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული იყო და ახალგაზრდებმა და ადგილობრივმა მედიამ ახალი მეთოდებისა და ტაქტიკების შესახებ საჭირო ინფორმაცია მიიღეს, რომელსაც პრაქტიკაში გამოიყენებენ. ჩვენ დავაორგანიზეთ ეს შეხვედრა იმისთვის, რომ აღმოვაჩინოთ პრობლემები, რომლებიც ქართულ ორგანიზაციებს აქვთ. განხილვა გქონდა მედია ორგანიზაციებისა და დეзინფორმაციის პროპაგანდის შესახებ. ეს შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ გვქონდა დისკუსია საქართველოს პრობლემების შესახებ. ჩვენ გავცვალეთ ჩვენი გამოცდილებები, ჩვენი პოლონელების სიტუაცია და ვთქვით, რომ დღესდღეობით დეзინფორმაციული პროპაგანდის პრობლემის მოგვარება არის გასაღები, რათა გავუგოთ დემოკრატიას და მედგრად ვიდგეთ მტრის წინაშე, როგორიცაა რუსეთი. ჩვენ ვართ მედია მონიტორინგის ფონდი და ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ინფორმაციის ანალიზი გააკეთონ, რათა შეამჩნიონ დეзინფორმაცია და მედია манипуляცია, რადგან ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პრობლემა. პოლონეთშიც ასეა და ჩვენ გვინდა, რომ ახალგაზრდებმა ისწავლონ კრიტიკულად ფიქრი და განავითარონ მათი უნარები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.